ვახტანგ გორგასალზე საუბრისას რა გვახსენდება? თბილისი თავისი ლეგენდით და მგლის გამოსახულებიანი მუზარადი. ზოგს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაც შეიძლება გაახსენდეს. ვიღაცას შეიძლება ასევე მოაგონდეს ვახტანგის სამხედრო კამპანიები ხან ქართულ კავკასიურ, ხან ირანულ და ხან ბიზანტიურ სამხედრო კოალიციებში. ვახტანგის წარმოშობასა და გენეალოგიაზე რაც არ უნდა განსხვავებული აზრი გამოითქვას, ერთი რამ აშკარაა. ქართული სისხლი მასში სხვა მოდგმებისაზე მეტი არანაირად არ ყოფილა. მაგრამ მასზე უფრო ქართველი მეფე ალბათ წარმოუდგენელიც კია. სანამ წმინდა მეფე ვახტანგთან დაკავშირებულ ზემოთქმულ ცნობილ ამბებს შევეხებით, ერთი რამ დავაზუსტოთ. ქართულ ცნობიერებაში და ქართულ ტრადიციაში ვახტანგ გორგასალი იდეალური მეფის ხატს ქმნის. ხატს, რომელსაც შემდგომში მხოლოდ დავით აღმაშენებელი შესწვდება და აღემატება. თამარ მეფე განსაკუთრებულად მოიაზრება ამ კონტექსტში, ახლა ამას არ ვიტყვით. ასეთი მეფე მმართველის იდეა უკვე არსებობდა ბიზანტიაში. მოდით სწორედ ამ იდეალური ქრისტიანი მეფის ქართული ხატის კუთხით შევხედოთ ვახტანგ გორგასალს. ბიზანტიური მოდელის მიხედვით მეფე ღვთის ხატებაა. სულიერად ის დავით მეფსალმონის მემკვიდრეა, ხოლო ხელმწიფებით ალექსანდრე მაკედონელისა. ამ უკანასკნელის წინაპრად გამოცხადება ერთგვარად პრობლემური იყო, რადგან დანიელ წინასწარმეტყველიდან მოყოლებული და იოანეს გამოცხადების ჩათვლით წარმართი მაკედონელი და მისი სამეფო ღვთისმბრძოლ ძალად აღიქმებოდა ქრისტიანობაში. მიუხედავად ამისა, ალექსანდრემ მტკიცედ დაიკავა ბიზანტიის ღვთივკურთხეული მეფის ხელისუფლების წინაპრის ნიშა. ქართველთა იდეალური მეფის ხატის შექმნისას გორგასალი ბიზანტიურ მოდელზე უფრო უნივერსალურ დონეზე ავა, მაგრამ იქამდე მივიდეთ. ახლა კი მივყვეთ ცალკეულ ამბებს. როგორც ქრისტიან მეფეს, ვახტანგ გორგასალს ყოველ მიზეზს გარეშე ქრისტიანობის დაცვაზე უნდა ეზრუნა. საინტერესოა, რომ ანტიკური დროიდან მოყოლებული ბერძნებიც, რომაელებიც ჩრდილოეთის მხარეს და მის მცხოვრებლებს უკიდურეს ველურებად აღიქვამდნენ. და მოქცევა ქართლისაიც და ქართლის ცხოვრებაც ხას უსვამს ჩვენს ჩრდილოელობას. როგორც ჩანს, ვახტანგმა დაინახა, რომ უძველესი ავტოკეფალური საყდრები თავიდანვე ორიენტირებული იყო დასავლეთის, სამხრეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით. ყურადღებით, ავტოკეფალურ ქართლის საკათალიკოსოს ყველა წინაპირობა ექნებოდა, რომ სამომავლოდ ჩრდილოეთის საპატრიარქოდ გარდაქმნილიყო. იოანე გუთელი ეპისკოპოსის და ჩრდილოეთ კავკასიის ქრისტიანული თემების არსებობა გვაფიქრებინებს, რომ შუა საუკუნეების ბოლომდე ამ პროექტს ჰქონდა არსებობის შანსი. ქრისტიანი მეფის ეტალონის კონსტანტინე დიდის მსგავსად მოციქულთა სწორი მეფე მირიანი უკვე გვყავდა. ამავე დროს კონსტანტინეს სახელს პირდაპირ და ირიბად უკავშირდებოდა იმპერიის ახალი დედაქალაქის კონსტანტინოპოლის აშენების ისტორია. ვახტანგი აცნობიერებდა, რომ ირანის იმპერიისგან უდიდესი სიწმინდის მცხეთის დასაცავად მის აღმოსავლეთით უნდა აეგო ახალი დიდი და ძლიერი სადახტო ქალაქი, რომელიც ძველ დედაქალაქს კი არ ჩაანაცვლებდა, არამედ შეძლებდა სახელმწიფო, სავაჭრო და სამხედრო დატვირთვის საკუთარ თავზე გადატანას. მცირე ციხე-ქალაქი თბილისი იდეალურად შეესაბამებოდა ამ გეგმას. ახალი დედაქალაქის დაარსებასთან დაკავშირებული ნადირობის ამბავი, ხო გვახსოვს? ცოტა ხანში ძალიან დაგჭირდება. მესამე ყველაზე ცნობილი ამბავი ეს ვახტანგის გორგასლობაა. რატომ უნდა გამოესახა ქრისტიან კაცს შუბლზე მგელი, რომელიც სახარებაში ეშმაკის სიმბოლოა? საქმე ისაა, რომ მეზობელი ხალხები და პირველ რიგში ირანელები ჩვენ მგლებად აღვიქვამდნენ. სპარსული მგელი ურქ, შემდგომში გურქ, გურგ, აქედანვეა ბერძნული გეორგია, შემდგომში გურჯ, გურზ, გრუზ და ასე შემდეგ. ჩვენც ხომ დღემდე ვმღერით, რომ ქართველთა მომავალი თაობები არიან ლეკვები მგლისანი. სპარსული მოდგმის ვარან ხოსროთანგი, ანუ ჩვენებურად ვახტანგი, ქართველთა მეფე და ორგანული ნაწილია. ის ჩვენსავით მგელია და თვითონვე გამოდის ბრძოლის ველზე, როგორც გერბი თავისი ქვეყნისა. და ეშინიათ მისი და გარბიან მისგან.
საოცარი ხატი და ნიმუშია შემდგომი დროის და თაობების მმართველებისთვის თუ ვის პოლიტიკას უნდა ატარებდნენ საქართველოში. ახლა კი ბოლო და მთავარი. გორგასლის ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ ის სულ აპელირებს მსოფლიოს პირველი მეფით და ამაყობს, რომ მისი შთამომავალია. ეს არის ბიბლიური ნებროთი. როგორც აღწერს მას შესაქმნის წიგნი, გმირი მონადირე წინაშე უფლისა. ხომ გვახსოვს გორგასალი და ნადირობა. ნებროთი, ადამიანი, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის არ იყოს, სულაც არ აღიქმებოდა დადებით პერსონაჟად ქრისტიანულ ცნობიერებაში, მაგრამ ნებროთი ალექსანდრეზე ბევრად ადრე იყო და მთელ კაცობრიობაზე მეფობდა. შესაბამისად, ბიზანტიის მმართველებზე უფრო ძველი და ბუკვალურად პანტოკრატორი წინაპარი ყოლია ვახტანგს, ქართველი ქრისტიანი მეფის ხატს. ყოველივე ზემოთქმული გვიჩვენებს, რომ ვახტანგ გორგასალმა საკუთარი ცხოვრებით შექმნა ჩვენი ქვეყნის იდეალური მეფე მმართველის ხატი. ან დერძა დაგვიბარა, ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსაო. და პირადი მაგალითითაც განამტკიცა ეს სიტყვა.